იქნება რომ ვიდეო დაალაიქოთ და გამოიწეროთ. Სალამი YouTube-ს, გიბრუნდებით ახალი ვიდეოთი. 7 კვირა დაგვრჩა და მინდა ამ 7 კვირით ადრე განახოთ თუ როგორ ვიკვებები ყველა კვებაზე საერთოდ ცილა, ცხიმი, ნაშიწყალი, კალორია და დღის ბოლოს რამდენი გამოდის. ნუ დღეს მაქვს უვარჯიშობ, ანუ არ ვარჯიშობ. შესაბამისად, ნაკლები ნაშიწყალი მექნება, ნაკლები კალორია და ამის განსხვავებასაც დაინახავთ. უზმოზე კარდიო მქონდა დაახლოებით 40-45 გავაკეთე. შემდეგ დავამატე 3 მისვლა წელი საჯდომი და პრესი. გადავივლე წყალი და ეხლა მიწევს პირველი კვება. ნუ ზოგადად როცა ესეთი თხი მაქვს, ანუ არ ვარჯიშობ და არ ვარ გასაქცევი საახლიდან დარბაზში. ამ დროს ვიწყებ ხოლმე 9 საათზე კარდიოს და ვცდილობ რომ 10-დან 11 ჩუალეთში ვჭამო. მანამდე კარდიოს ამ დავიწყებ, ვიყენებ რამდენიმე დანამატს და გაჩვენებთ. ეს არის კანიტინი 300 მგ-ს ვიყენებ მე პირადად. გლუტამინი, კოლაგენსაც ვხმარობ, კრეატინი და EAA. ამ 5 დანამატს ერთმანეთში უღრევ, ვსვავ და შემდეგ ვიწყებ კარდიოს. ნუ გეცოდინებათ რომ სპონსორი მყავს, ფიტნეს ფორმულა, რომელიც ამ დანამატებს მაწვდის. და შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩემი პრომო კოდი MAMATSA და 10%-იან ფასდაკლებას მიიღებთ თითოეულ დანამატზე. ასე რომ თუ დანამატი გჭირდებათ, უკვე იცით სადაც შეგიძლიათ რომ მიაკითხოთ, საკმაოდ კარგი ბრენდებია. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს. ნუ კვება პირველი ახლა გვიწევს, მოვამზადებ და გაჩვენებთ რა არის, რამდენი კალორია გამოდის, მაკრო თვისებები და რატომ ჭამ ამ ყველაფერს. ასე რომ დაგიბრუნდებით პირველი კვებით. ესე იგი, ეს ჩვენი პირველი კვება, რომელიც არის 50 გრამი უმეტაწონელი შვია, შემდეგ მოხარშული, პლუს 100 გრამი დაახლოებით ბანანი, ანუ ერთი ბანანი იყო, 6 კვერცხის ცილა, დაახლოებით 220 გრამი არის, 6 კვერცხის ცილა, 200 გრამი თქვათ და 2 თლიანი კვერცხი. აქ კი გვაქვს ვიტამინები, B კომპლექსი, D ვიტამინი, E ვიტამინი, ომეგა-3, ცინკი, მაგნეზიუმი და C ვიტამინი. რომელსაც ჭამის პერიოდში დავლევ. ნუ ერთი ჭიქა წყალი მაქვს ხოლმე სტანდარტულად ყველა კვებაზე. ვაყოლებ ხოლმე ან პერიოდში, ან ბოლოს. ეს არის ჩვენი კვება. ნახავთ, რამდენი კალორია გამოვიდა მაკროებს, ასევე ძალიან გემრიელი კვება ზოგადად და აღნიშნულ დამოვიწყო რომ ამ შვიას ერთი პორცია პროტეინი აქვს ასევე და ნუ ყველაზე მეტად მიყვარს ეს კვება. მიხვდებით რატომაც. ვიდრე ყველაზე გემრიელია და ყველაზე კალორიული მთელი დღის განმავლობაში რა კვებებიც მაქვს იმათთან შედარებით. ნუ ახლა მას შევჭამ. ცოტას დავისვენებ. შემდეგ კვებები უნდა გავამზადოთ და დაახლოებით 2 საათნახევარში 2 საათში მოგვიწევს შემდეგ კვება. დღეში 6 კვება გვაქვს, შესაბამისად, მალე გვიწევს ხოლმე. ასე რომ ამ კვებას დავამთავრებ, საქმეებიც ბევრი მაქვს, ვიდეოები მაქვს გადასაღები კომპანიებისთვის და ასევე საკუთარი TikTok გვერდისთვისაც. ასე რომ ვისვენებთ აქტიურ ფაზაში ვართ. შევხვდებით შემდეგ კვებაზე.
რიგით მეორე კვების დრო მოვიდა, რომელიც არის 230 გრამი ბატატი, ეგრეთ წოდებული ტკბილი კარტოფილი. Შეიძლება ბევრს გაგონილი არ გქონდეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არ იყენებს ამ ნახშირწყალს, მაგრამ ჩემთვის არის ალბათ ფავორიტი. მოკლედ ვიტყვით, გოგრის გემო აქვს, მაგრამ არის ძალიან სასარგებლო და ძალიან კარგი ნახშირწყალი. ჯობ კარტოფლის ჯობია, გლიკემიურობით უფრო დაბალი არის. ეს არის მოხარშული. დამატებით აქვს 130 გრამი ფილე და ცოტაოდენ ბოსტნეულს ვამატებ ხოლმე. დიდად ბოსტნეულის ფანი არ ვარ, მაგრამ გადამუშავებისთვის აუცილებელია და გარკვეული დოზა მაინც მაქვს ხოლმე თითო კვებაზე. რაც შეეხება თქვენ ბატატს, დღეში ერთი კვება მაქვს ხოლმე მარტო. დანარჩენი ნახავთ რაც მექნება, მაგრამ თვითონ ბატატი მხოლოდ ერთი კვება არის. და ძირითადად ვარჯიშის წინ ხოლმე. ასე რომ ესე გამოიყურება ჩვენი მეორე კვება, ნახავთ რამდენი კალორია ჯამში და რა მაკროები აქვს, ამას შევჯამ და შემდეგ უკვე ისევ სტანდარტულად 2 საათში ან 2 საათს ნახევარში გვექნება მესამე კვება. და ესეც ჩვენი მესამე კვება, რომელიც არის ბრინჯი, ფილე და ყაბაყი. ბოსტნეულ ყაბაყი ძალიან მიყვარს, წინამზადებაზე ყაბას ხმარობდი მუდამ. აქ არის 80 გრამი, ფილე არის 130 ისევ და ბრინჯი უმეტაწონილი გამოდის 40 გრამი. დანარჩენს მაკროებს და კალორიებს ყველაფერს ნახავთ დაეწერება. იდეაში მე პრობლემა არ მაქვს ხოლმე ერთ იგივეს ჭამაზე. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ შემდეგი კვებაც იგივე მექნება წესით და რავი, ჩემთვის პრობლემა ამას არ არის, ეს ჯანსაღი კვება. უბრალოდ არის მომენტები, როცა გინდება რაღაც განსხვავებული და შეჯიბრის დროს არ შეგიძლია რომ გადავუხვიო გვერდზე. ჯანსაღი კვების დროს კი შეგიძლია რომ კვირაში ერთხელ მაინც გქონდეს შენი სასურველი კვება. აი, მზადებაზე ამას უბრალოდ ვერ იცავ. ერთ-ერთი ნაკლი ყოველთვის ეს არის მზადებაზე. სხვა მხრივ მე არც სახშირად მინდება ხოლმე რამე და თუ მინდება, ყოველთვის შემიძლია მქონდეს ის ნებისყოფა, რომელიც საჭიროა. ასე რომ ჩვენ გზას მივყვებით, ეს კვება არის მესამე, წინ კიდე სამი კვება გველის, ასე რომ მიზნებით წინ არის ჩვენი ამ კვებებთან ერთად. შევხვდებით შემდეგ კვებიდან. და ამასობაში მეოთხე კვების დროც მოვიდა. როგორც გითხარით, განსხვავებული არაფერი იგივე არის. უბრალოდ 40 გრამი ბრინჯის მონაცვლად არის აქ 70 გრამი. დიახ, უნდა გამიყო ეს ბრინჯი მეხუთე კვებისთვის, მაგრამ იმდენად ცოტა გამოვიდა, რომ ვიფიქრე, ბარემ ამ კვებაზე ამომეწურა და შემდეგ ყოფილიყო მხოლოდ ცილა, რაც ვფიქრობ, უფრო კარგი აზრი არის, რომ საღამოსკენ ნახშირწყლები ნაკლები იყოს და რაც შეეხება წინა კვებას, დაგვირთ ბრინჯი ბევრად მეტი იყო, იმიტომ რომ გამოვიყენე იქ ყავისფერი ბრინჯი, საბერძნეთიდან გამომიგზავნეს და სხვადასხვანაირად იშლებოდა და შემადგენლობას რაც შეეხება ოდნავ ნაკლები არის ბასმათი ბრინჯისთან შედარებით, რაცაც მაშინ ნახე ეტიკეტზე. მაგრამ მე მაინც ბასმათი ბევრად მომწონს და მივესალმები ბასმათით გამოყენებას. მოკლედ 70 გრამი ბრინჯი, 130 გრამი ქათმის ფილე, 40 გრამი ყაბაყი. ხო, რაც შეეხება კეპს და ჩემს ვიზუალს, ჯერჯერობით
მინდა რომ თმად და წვერიც ასე ვთქვათ, გაზრდის პერიოდში იყოს შეჯიბრამდე და მე სასეჯიბროდ კარგი ვიზუალით გამოვიდე. ანუ შესაბამისი იერი იქნება რა. ასე რომ ეგეც მიიხედება არის და როდოთ მოულელი არ გიგონოთ. უბრალოდ ვცდილობ რომ გავამზადო შესაბამისი ცვლილებებისთვის რა. ამ კვებას შევჭამ და დაგიბრუნდებით მეხუთე კვებიდან. და ესეც რიგით მეხუთე კვება, რომელიც არის 130 გრამი თევზი, ტელაპია, პლუს 40 გრამი ყაბაყი. ნუ ნახშირწყლის გარეშე არის ეს კვება, მაგრამ პრობლემა არ არის, როდესაც არ ვარჯიშობ იმ დღეს სხვადასხვის არ მაქვს ხოლმე რა. კვებაზე პრობლემა, რო აი არ მყოფნის არამე. ასე თქმა უნდა, გრძნობ რომ შემიძლია ჭამა და მაქვს სურვილი, მაგრამ ის რომ აი მეცვლად ვარ და რაღაც ეგრე არ ვარ. და არც უნდა იყო, თორემ ესე იგი შენი სხეული ცუდ დღეში არის რა. უნდა გქონდეს ზომიერი დეფიციტი, რომ შეინარჩუნოს სიმგვალე. რა თქმა უნდა, რთული არის, როცა ცოტა დახჭყალი გქონდეს, მაგრამ მაინც, ანუ ბოლომდე უნდა ჩათხელდე ისე რომ ვერ მოძრაობდე და ძალიან პანიკები გქონდეს. ასე რომ ყველაფერი არის ზომიერება, სიჩქარე არ გვაწყობს, რადგან სიჩქარეს მოაქვს უხარისხო დამოკიდებულება ბევრ რამეზე. მეექვსე კვების სხვა შორის არის ძალიან საინტერესო, მოგეწონებათ, კვებას ვერ დავარქვი, უფრო სნექია, რომ კაი ვარიანტია. ნუ წინ გვაქვს 7 კვირა, რა თქმა უნდა კვება კიდე შეიცვლება, რა თქმა უნდა განსხვავებული კვება არის სავარჯიშო დღეებში, ვეცდები ნელ-ნელა დავდო ვარჯიშები. ნუ მინდა რომ დააკომენტაროთ, აუცილებლად კითხულობ ყველა კომენტარს, რა თემაზე გსურთ თუ გადავიყო. რა თქმა უნდა ჩემპიონატის გარშემო ამ ეტაპზე. რა კონკრეტულად რა გსურთ და აუცილებლად გავითვალისწინებ. და თხოვნა არის რომ დაალაიქოთ და გამოიწეროთ. არხი ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის, უფრო მეტად ვინდომებ, უფრო მეტად ხვდები რომ ჩემთან ხართ და ეს ვიდეოები არის რაიმეს მომცემი მაინც ვინმესთვის. ასე რომ აბა შევჭამ და დაგიბრუნდებით ბოლო მე-6 კვებიდან. ესე იგი, ბოლო კვების დრო, მე-6, რომელიც უფრო სნექია ვიდრე კვება. ინსპირაცია არის ბამსტედი, 3 წლის წინ მზადებაზე იყენებდა და ძალიან მომეწონა ვცადე და თქი რატომაც არა კარგი ვარიანტია. მანამდე განახებთ რომ ეს ხვალის კვება არის გამზადებული 1 2 3 4 5 და მე-6 ეს იქნება. აქ რა თქმა უნდა უფრო მეტი კვება არის, კვება რა კი არა და თვისებრივად რა, ანუ მაკროები და კალორიები უფრო მეტი არის. რადგან ხვალ სავარჯიშო დღე არის, მით უმეტეს ფეხებია. ასე რომ ამ დროს შეგვიძლია უფრო მეტი ვჭამოთ. და გეტყვით ზუსტად ამ კვებებსა და დღევანდელ კვებებს შორის რამხელა კალორიული სხვაობაა და თვითონ მაკრო თვისებრივი. ესე იგი, ეხლა გროგეთებთ ჩვენს ბოლო კვებას. სნექს. დაგჭირდება 1 პორცია პროტეინი, რომელსაც ჩავყრით. შეგვიძლია დავაფაროთ ამას და გვერდზე გავდოთ. USN-ი ძალიან კაი ბრენდია და არის შოკოლადი და კარამელი და მართლა მაგის გემო აქვს, ეხლა ეს გავაკეთებ. და დაგჭირდება ცოტა წყალი. ცოტა, ეხლა ეს უნდა გადავურიოთ. იქამდე უნდა ვურიოთ სანამ არ გაიხსნება კარგად. და ის სუნია გწასწაული რა, ის შოკოლადი კარამელი რაც არის, იმის სუნია ზუსტად.
ნახე, აი ასწავლია პროსტა. ეს რამეს რომ მოაცხა, იგი ძალიან მაგარია. აი ფლინებს არამე რა, ვისაც შეგიძლიათ, რომ ფლინებს მოაცხათ. აი ნახეთ. როგორი მასა გამოდის. ამას საერთოდ მოსასხმელად ხომ არ ხოლმე. ჩვენ შევჭამთ ამას. და პლუს დაგჭირდება 1 კოზი არაქისის კარაქი. მიენჭო მარა. კანგაია. ზუსტად 1 ჩაის კოზი არაქისის კარაქი. ეს გამოიყურება ჩვენი ბოლო კვება. ამის მაკროებს და კალორიებს ნახავთ. უმარტივესი მოსამზადებელია და კარგი ვარიანტიც არის, მინდო თქვა. ისე რომ ბოლო კვება იქნება ეს კონკრეტული. კიდე გადავიდეთ და დავაჯამოთ ჩვენი საბოლოო კალორიულ მაკროული დღე. ამის ფონზე დაგემშვიდობებით და დავაჯამოთ დღევანდელი დღე. დაახლოებით 2000 კალორია, 200 გრამი ნახშირწყალი, 40 გრამამდე ცხიმი და 230, შეიძლება მაქსიმუმ 240 გრამი ცილა, რაც სამი მაჩვენებელი იდეალურია. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ვისვენებდი და საურჩო დღეს განსხვავებული არის. საურჩო დღეს 200 გრამი ნახშირწყლის ნაცვლად არის 300 გრამი, რაც დაახლოებით 400 კალორია პლუს 400 და 500-მდე. ანუ საურჩო დღეებში გამოდის 2500 კალორია, არასაურჩო დღეებში 2000 კალორია დაახლოებით. მაგრამ რა თქმა უნდა, სულ ისე არ ვწევარ და პროსტა არ ვისვენებ, რა თქმა უნდა, სულ ვარ აქტიური მაინც. მაგალითად დღეს საქმეები მქონდა, პლუს ვიდეოები გადავიღე, სნექის ვიდეო გადავიღე სხვა შორის. მასაც ნახავთ შემდგომ. და მოკლედ ესე გამოვიდა ჩვენი დღე. გრძელდება, მზადება, წინ კიდე 7 კვირა, შეიძლება კვებაზე საერთოდ ყველაფერი და ნელ-ნელა დაგიდებთ ახალ ვიდეოებს. თქვენ უბრალოდ დამიკომენტარეთ რა ვიდეო გსურთ, რა თემაზე და აუცილებლად გავაკეთებ. და რა თქმა უნდა არ დაგაიწყეთ გამოწერა და დალაიქება. ახლა კიდე თქვენთან ერთად ამ გემრიელობას შევჭამ. ძალიან კაია. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.